უჯრედი არის ცოცხლის ყველაზე მცირე სტრუქტურული და ფუნქციური ერთეული, რომელიც ასევე ცოცხლისათვის დამახასიათებელ ყველა საჭირო ფუნქციას, მაგალითად როგორც არის სუნთქვა, კვება, გამრავლება, ჰომეოსტაზი და ასე შემდეგ. და განარჩევენ უჯრედის ორ სახეს, პროკარიოტულს და ევკარიოტულს და ეხლა განახილავთ თითოეულს. აი ეს არის პროკარიოტული უჯრედი. პროკარიოტულ უჯრედს არ გააჩნია ბირთვი და სხვა სტრუქტურები, რაც ევკარიოტული უჯრედისთვის არის დამახასიათებელი და დნმ-ი აქ არის განთავსებული ციტოპლაზმაში და ციტოპლაზმის უბანში, რომელსაც ეწოდება ნუკლეოიდი და ეს პროკარიოტული უჯრედი მიეკუთვნება ბაქტერიები და ეს შედგება, აი კუდს რომ ხედავთ, მაგას შოლტი ეწოდება. ასევე შედგება ნუკლეოიდისაგან, დნმ-ისაგან, იგივე ქრომოსომისაგან, რიბოსომისაგან, უჯრედის მემბრანისაგან, უჯრედის კედლისგან, კაფსულისაგან და ფიმბრიები, აი ბუსუსებივით რომ აქვს, მაგას ეწოდება. ეხლა განახებთ ევკარიოტულ უჯრედს. ეს ევკარიოტული უჯრედი არის უფრო რთული აგებულების და აი ასე გამოიყურება. ანუ თითქმის მთელი ვიდეო ამაზე უნდა ვისაუბრო, ამიტომაც დაწვრილებით ეხლა აღარ გეტყვით აქ რა არის, შემდგომ რომ გავაგზავნებ საუბარს, იქ გეტყვით და შესაბამისად ამ ევკარიოტულ უჯრედს აქვს ბირთვი, სადაც არის დნმ-ი განთავსებული პროკარიოტულისაგან განსხვავებით. და ამ ევკარიოტულ უჯრედებს მიეკუთვნება ცხოველები, სოკოები და ასე შემდეგ, მცენარეები, ხო. როგორც იცით, ყველა უჯრედი განსხვავდება ფორმით, ზომით, აგებულებით, მაგრამ მათ აქვთ სამი საერთო რამ და ეს ყველას აქვს და ეს არის პლაზმური მემბრანა, ციტოპლაზმა და ბირთვსაც დნმ-ის განთავსებული, მაგრამ ბირთვი, როგორც თქვი, არ აქვს პროკარიოტებს, ამიტომ ეგ მანდ არ შედის. ეს პლაზმური მემბრანა უშუალოდ ციტოპლაზმას აკრავს გარს და ეს მცენარეებისა და სოკოების უჯრედის, ანუ უჯრედი გარედან არის დაფარული უჯრედის კედლით, ანუ აკრავს რა, ასე რომ ვთქვათ და მაგალითად მცენარეებში მათი უჯრედის კედელი შეადგენს ცელულოზა, ხოლო სოკოებში არის ქიტინი და ცხოველურ უჯრედებს ეს უჯრედის კედელი არ გააჩნიათ, მანდ არის გლიკოკალიქსი, რომელიც შედგება პოლისაქარიდებისა და ცილებისაგან. ევკარიოტულ უჯრედში ბირთვსა და პლაზმურ მემბრანას შორის სივრცეს ახსოვს ციტოპლაზმა და ეს ციტოპლაზმა არის ბლანტი ჟელისმაგვარი სითხე, რომელიც შედგება ციტოზოლისა და ანუ იგივე მატრიქსისაგან და ის შეიცავს ძალიან მცირე სუბერთეულებს, ასე რომ ვთქვათ, ეს არის ორგანელები. ახლა კი გადავიდეთ პლაზმურ მემბრანაზე. პლაზმური მემბრანის სისქე დაახლოებით 9 ნანომეტრი არის და ასევე ის შედგება ფოსფოლიპიდებისაგან და ამ ფოსფოლიპიდების ორი შრი არსებობს, არის ჰიდროფობული და ჰიდროფილური, აი ზემოთ წითელი გოლები რომ არის, ეგ არის ჰიდროფილურები, რადგან უშუალოდ გარემოსთან არიან კავშირში, შესაბამისად წყალთანაც უწევთ და შესაბამისად წყალში ხსნადები არიან, ხოლო ქვემოთ აი სყვითლად რომ არის, ეგენი არის უკვე აი ესეთი ფეხები აქვს, ეგანი არის უკვე ჰიდროფობურები და მათ შორის არის უკვე ქოლესტეროლი, რომელიც უზრუნველყოფს რომ ამ უჯრედის სიმტკიცეს და რომ არ მიეწებოს და ასე შემდეგ. ხდება პერიფერიული და ინტეგრირებული ცილები. პერიფერიული ცილები არის აი სოკოებით რომ არიან რგოლები და ეს ინტეგრირებული ცილები არიან, ანუ სიგრძეზე გრძლად რომ არიან და ხო პლაზმურ მემბრანას მრავალი ფუნქციები აქვს და ერთ-ერთი მათგანი არის ბარიერული, რომელიც მიჯნავს, ასე რომ ვთქვათ, გარემოს და უჯრედს ერთმანეთისგან, მაგრამ ბოლომდე ვერა, იმიტომ რომ ის უშუალოდ კონტაქტში უნდა იყოს გარემოსთან, იმისთვის რომ მოახდინოს სატრანსპორტო ფუნქციაც, ამიტომაც ხო, ასევე მათ აქვს რეცეპტორული ფუნქცია და საკონტაქტო ფუნქციაც. ასევე ნივთიერებათა მემბრანული ტრანსპორტის ორი სახე არსებობს, პასიური და აქტიური. პასიური ტრანსპორტის დროს ადენოზინ ტრიფოსფორმჟავა არ იხარჯება, რადგან ეს ნივთიერებები მოძრაობენ მათი კონცენტრაციული გრადიენტის მიმართულებით და ამათ მიეკუთვნება მაგალითად მარტივი დიფუზია, გადურებული დიფუზია და ოსმოსი და ასევე გვაქვს აქტიური ტრანსპორტი, რომლის დროსაც იხარჯება ადენოზინ ტრიფოსფორმჟავა, იგივე ATF-ი, რადგან ისინი მოძრაობენ მათი კონცენტრაციული გრადიენტის საწინააღმდეგო მიმართულებით და ამათ მიეკუთვნებათ ენდოციტოზი, ეგზოციტოზი და ხო
ეს არის დიფუზია და დიფუზიის დროს ნივთიერებები მოძრაობენ მათი მაღალი კონცენტრაციიდან დაბალი კონცენტრაციისაკენ. აი მაგალითად აი ამ ფოტოზე არის უჯრედგარე სივრცე და უჯრედში და სივრცე. მაგალითად ნივთიერება, როდესაც არის გარემოში უფრო მეტი, ის აუცილებლად უნდა გათანაბრდეს, ხო? ამიტომაც ნელ-ნელა იწყებს შემოსვლას უჯრედში და გარემოში იქამდე სანამ არ გათანაბრდება მათი კონცენტრაცია. აი მაგალითად ავიღოთ რეალურ ცხოვრებაზე. ოთახის რომელიმე კუთხეში ან საერთოდ რავი უბრალოდ გავასხათ სუნამო და ეს სურნელი იქამდე მოლეკულები იქამდე გააგრძელებენ დიფუზია, სანამ მათი კონცენტრაცია არ გათანაბრდება და ერთიანი რაოდენობა არ იქნება მთელს ოთახში. აი თუნდაც ავიღოთ ჩაი, ხო? მდუღარე წყალში რომ ჩაუდებთ ჩაის ფერს, აი ხდება დიფუზია და ამ დიფუზიის საშუალებით ის ჭიქაში ჩაი უკვე იღებს მოყავისფრო შეფერილობას და ხო, აქ უკვე დიფუზია მოქმედებს. აქ ხედავთ დიფუზიის ორ სახეს, მარტივი და გაძლებული დიფუზია. მარტივი დიფუზიის დროს მაგალითად არაპოლარული ნივთიერებები უფრო მარტივად დიფუზირდება ვიდრე პოლარულები და ანუ ამ გაძლებული დიფუზიის დროს უჭირს პლაზმურ მემბრანაში რაღაცა მოლეკულას შესვლა და მას სჭირდება დამხმარე ნივთიერებები და შესაბამისად ამ ფუნქციას, ამ დამხმარე ფუნქციას ინტეგრირებული ცილები ასრულებენ. ასევე პლაზმურ მემბრანას ახასიათებს შეჩევითი გამოდობა, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ნივთიერებები ყველა ნივთიერება ვერ შევიდეს და ვერ გამოვიდეს უჯრედში და ამის გამო ამ ნივთიერებების რაღაცა გარკვეული ნაწილის კონცენტრაცია არათანაბრად არის განაწილებული უჯრედში და უჯრედგარე გარემოში. მაგალითად, ნატრიუმ პლუს იონები უჯრედგარე გარემოში უფრო მეტია ვიდრე უჯრედში, ხოლო კალიუმ პლუსის რაოდენობა უჯრედგარე გარემოში უფრო ნაკლებია ვიდრე უჯრედში. ახლა ვისაუბროთ ოსმოსზე. ოსმოსის მოძრაობა ხდება მისი დაბალი კონცენტრაციიდან მაღალი კონცენტრაციისაკენ. აი მაგალითად ავიღოთ აი ასეთი ჭიქა სინჯარა რაც ქვია და მოვათავსოთ მასში ნახევრად გამლადი მემბრანა და ორივე მხარეს ჩავასხათ სუფთა წყალი. ამ დროს ორივე მხარეს იქნება თანაბარი კონცენტრაცია, მაგრამ ერთ მხარეს როგორც კი გავზრდ კონცენტრაცია, შესაბამისად წყალი დაიწყებს მისი დაბალი კონცენტრაცია, მაღალი კონცენტრაციისგან წასვლას იმის რომ გაათანაბროს. ამის შესაბამისად ჩვენ ხვდებით ჰიპერტონულ, იზოტონურ და ჰიპოტონურ გარემოებს. აი მაგალითად ავიღოთ წითელი უჯრედები, ელიციტები და მოვასავსოთ პირველი ჰიპერტონულ გარემოში. ამ უჯრედი გამოშრება, იმიტომ რომ წყალი მისგან დაიწყებს გამოსვლას გარეთ და შესაბამისად უჯრედი გამოშრება, მაგრამ აი თუ ჰიპოტონურ გარემოში მოვათავსოთ, უჯრედი გაიბერება და გასკდება, იმიტომ რომ წყალი უჯრედში შევა და იზოტონურ გარემოში თუ მოვათავსოთ, უჯრედი უცვლელად დარჩება. ძალიან მოკლედ ვიტყვი ეგზოსიტოზზე და ენდოციტოზზე. ენდოციტოზის დროს უჯრედში ნივთიერებები შედიან, ეს პლაზმური მემბრანა იზნიქება და თითქოს ნივთიერებას ყლაპავს, შედის უჯრედში, ხოლო ეგზოსიტოზის დროს ის არის საწინააღმდეგო ენდოციტოზის და შესაბამისად უჯრედი და ნივთიერებები გამოდიან. ახლა მინდა ძალიან მოკლედ ვისაუბრო ბირთვზე. ბირთვი შედგება ბირთვის გარსისაგან, ქრომატინისაგან, ბირთვისაგან, ასევე ბირთვის ფორებისაგან, რიბოსომებისაგან და ენდოპლაზმური ბადისაგან. ეს ბირთვი არის ორმემბრანიანი და გარეთა მემბრანაზე მიჯნება ენდოპლაზმური ბადე და ენდოპლაზმურ ბადეზე ცოტა მოგვიანებით ვისაუბრებთ. შესაბამისად ეს ქრომატინი არის იგივე დნმ, ქრომატინის ძაფები, რომ ვთქვათ, ბირთვში არის დნმ განთავსებული, ხოლო ბირთვის გარსი უშუალოდ აკრავს, ხო, გარეთ მემბრანა, სადაც არის ეს ენდოპლაზმური ბადე მიმაგრებული და ენდოპლაზმური ბადეზე არის მიმაგრებული რიბოსომებიც, რომელიც ცილეს ასინთეზებენ და ამაზე მოგვიანებით ვისაუბრებთ. ხო და ასევე ეს დნმ, ეს რიბოსომა ინახავს დნმ-ს, ან გენეტიკურ ინფორმაციას და ცილის პირველადი სტრუქტურის შესახებ. ენდოპლაზმური ბადის ორი სახე არსებობს, ხორკლიანი და გლუვი. ხორკლიანი ენდოპლაზმური ბადე მონაწილეობს ცილების სინთეზში, ხოლო ეს გლუვი ენდოპლაზმური ბადე მონაწილეობს დეტოქსიკაციაში, ასევე ნახშირწყლების გარდაქმნაში და ასევე ცხიმების სინთეზშიც, ხო. ეს ხორკლიანი ენდოპლაზმური ბადეს გარედან არის მოთავსებული რიბოსომები და ამიტომ ეწოდება ხორკლიანი და ამიტომ მონაწილეობს იგი ცლების სინთეზში და ახლა განახებთ ამ რიბოსომებს. აი ეს არის რიბოსომა და ის შედგება დიდი სუბერთეულისა და პატარა სუბერთეულებისაგან და ხოლო მათი ერთმანეთთან დაკავშირება გვაძლევს უკვე რიბოსომას და მაგალითად რომ ავიღოთ ერთ დნმ-ზე ძალიან ბევრი რიბოსომა, ყველა ერთ ცილას ასინთეზებს და ამას პოლისომა ეწოდება. რამდენი რიბოსომაც არ უნდა იყოს, ყველა ერთს ასინთეზებს და ხო, მიტოქონდრიული მემბრანით არის შემოსაზღვრული, გარეთ არის გლუვი და ხოლო შიგნით არის
მატრიქსში არის რგოლური ფორმის დნმ მოთავსებული. მიტოქონდრიას აქვს საკუთარი მემკვიდრული მასალა და ისინი გაყოფით მრავლდებიან. კრისტები მონაწილეობენ ენერგიით მდიდარი ნივთიერებების, როგორც არის მაგალითად ATF-ის სინთეზში. მცენარეებში არის ქლოროპლასტები, რომელიც უჯრედს ანიჭებს შეფერილობას. ქლოროპლასტის ნივთიერებას სტრომას უწოდებენ. ქლოროპლასტში კიდევ ფოტოსინთეზი მიმდინარეობს. ასევე გვაქვს კვოლი, რომელიც ინახავს ნივთიერებებს, მაგალითად ჩაქარს და შემდეგ იგი იღება უფუნქციას ასრულებს, ასევე გამოყოფს ნივთიერებას მცენარე ჭამია ცხოველებისათვის. ასევე უჯრედის სტუგორი შენარჩუნებაში ეხმარება.